ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სამწუხაროს უწოდებს საქართველოს ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ბანკმა დაუშვა გამონაკლისი, რომელიც აღარ ავალდებულებს საქართველოს კომერციულ ბანკებს სანქციები გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებზე. ამერიკის ხმისთვის მიცემულ წერილობით კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს წუხوارთ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან რუსეთთან დაკავშირებით ჩვენ მიერ სანქცირებულ სხვა პირებთან საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ. ამერიკის დიპლომატიური უწყება ასევე დასცენს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევაა საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია. სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით.